დღეს მოვამზადებ გემრიელ ორცხობილას შაქარ-ლამას. ჩვენი ბავშვების გემოვნახეთ, როგორი გემრიელობაა. 250 გრამი კარაქი მოვათავსოთ ჯამში. ათქვეფილ კარაქს დავუმატოთ მარილი, ვანილი, 200 გრამი შაქრის პუდრა. დავუმატოთ 1 კვერცხი. დავამატოთ 380 გრამი ფქვილი. მივიღეთ ესეთი ცომი, შევფუთოთ სამზარეულოს პლასტიკში და შევინახოთ მაცივარში დაახლოებით 9 საათით. მოვამზადე შიგთავსი 30 გრამი ქიშმიში და 30 გრამი ნიგოზი დავაბლენდერებ. ეს მსხვილი სტრუქტურაა, აი ნახეთ, აი ასე. კიდევ ზემოდან გავალამაზებ, ან ნიგოს დავადებ, ან ნუშს. ნახოთ. შეიძლება ორივე გამოვიყენო. ნაწილს გავაკეთებ შიგთავსის გარეშე. გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში ზედა-ქვედა წვა 170 გრადუსზე. გავიდა 25 წუთი უკვე მზად არის. შაქარ-ლამა უკვე მზად არის. გემშვიდობებით მომავალ გემრიელ რეცეპტამდე, არ დაგავიწყეთ ჩემი არხის გამოწერა. ნახვამდის!